მე ვარ ემილი ირემაძე 7 წლის. ვსწავლობ 23-ე საჯარო სკოლაში. ჩემი საყვარელი საქმიანობაა ცეკვა, ხატვა და სიმღერა. აქედან ყველაზე მეტად მიყვარს ცეკვა. უკვე 2 წელი ვცეკვავ ამცავ გორდაში. მახსოვს პირველი დღე გორდაში რომ მივედი. არავის არ ვიცნობდი და ძალიან ვინერვიულობდი. შუაში კი ვიდექი, მაგრამ მოწყენილი ვიყავი. მასწავლებელი ცოტათი ყვიროდა და ამიტომ მოწყენილი ვიყავი. ჩემი საყვარელი ცეკვაა აჭარული. საყვარელი ირეთი არის აი ეს. ცეკვაში ყველაზე რთულია ახალი ილეთის სწავლა. ყველაზე ადვილია ძველი ილეთების გამეორება. კონცერტი არ მქონია და მინდა მალე მქონდეს. ჩემი გეგმაა ცეკვაზე ვიარო 6 წელი. მე ასევე მიყვარს სიმღერა, მაგრამ სიმღერაზე არ დავდივარ. როგორ ვისწავლე და ტელევიზორში სულ უსმენდი და ვიმეორებდი. ჩემი საყვარელი სიმღერაა კოხტა გოგო. ვიჭი ვარ და ვიჭი მე ვიძღერომ და თასოც ბაბიჭები ხმას მიდგამე მომყვები ამ თანაო ერთი გოგო შემიყვარდა მზემურეთის თასო მითი ფანტურ ჩამოკარი გავაგონებ ხმასაო. ჩემს გარდა სახში არავინ არ მღერის, მაგრამ ჩემი და ცოტათი რაღაცებს მღერის. არ გამოდის, მაგრამ ძალიან ცდილობს. სახში ვცხოვრობ მე, ჩემი 2 და, დედა და მამა. კიდევ მინდა მყავდეს 2 და. ჩემი და არის 14 წლის და ქვია ანანო. ის არის ცელქი, სულ ტელეფონში მყავს ყურება და მორცხვია. მეორე და არის 2 წლის და ქვია სოფია. სოფია არის პრანჭიკელა, მხიარული, ცელქი და მტირალა. ჩემი აზრით ანანო გამოვა მომღერალი, სოფია მოცეკვავე. მამიკო არის მხიარული, კეთილი, მშრომელი და ბავშვებზე უყვარს თამაში. მე ვარ მამიკოს კოკო. დედიკო არის ლამაზი, კეთილი და თბილი. ძალიან მიყვარს დედიკოს გაკეთებული ყველიანი მაკარონი. ახლა მინდა ვიყო 14 წლის, იმიტომ რომ მექნება ოქროს დაბადების დღე. მაგ დაბადების დღეზე მინდა მაჩუქონ აიფონი. ჩემი სკოლა ამიტომ მიყვარს, რომ მყავს კარგი კლასელები, მყავს კარგი მასწავლებელი და ამ სკოლაში ვაპირებ ოქროს მედლის აღებას. ჩემს კლასში ყველაზე მხიარულია ნუცა შავლიძე. ყველაზე ცალკეა დემეტრე ხინკელაძე. ყველაზე ჭკვიანია ნუცა შავლიძე. ყველაზე მშვიდია ბარბარე ბერიძე. მე ვარ ყველაზე კეთილი, ბრაზიანი, შრომისმოყვარე და საქმიანი. ძალიან მიყვარს წიგნების კითხვა და ჩემი საყვარელი წიგნი არის პეპი გრძელი წინდა. მე რომ წერალი იყო წიგნს დავწერდი როგორ გახდა გოგონა და პრინცესა. ამ წიგნის მთავარი პერსონაჟი ვიქნებოდი მე. ასევე ძალიან მიყვარს მორთმინების ყურები. ჩემი საყვარელი მორთმინია ემილია. ამ მორთმინის მთავარი გმირს ძალიან გავარი. ჩადასრული ოჯახი რომ მქონდეს გავაჩანდი პრინცესის სასახლეს და შიგნით ვიცხოვრებდით მე და ჩემი ოჯახი. ჩემი საყვარელი საგანია მათემატიკა. საყვარელი მასწავლებელია ნაერა კახეთი. იმიტომ რომ კეთილია, ცოტა ბრაზიანია და ლამაზია. მე ასევე ძალიან მიყვარს ხატვა. ხატვაზე არ დავდივარ, მაგრამ ჩემით ვისწავლე. ყველაზე კარგად ვხატავ სახლს. ჩემი საყვარელი ფერია ვარდისფერი და არ მიყვარს შავი. იმიტომ რომ შავი ბევრ რაღაცაში არ გამოიყენება, ვარდისფერი კი. თან ვარდისფერი ძალიან მიხდება. სამოგზაურო სიამოვნებით წავიდოდი პარიზში. წინა მონაწილემ დამიტოვა შეკითხვა. ვინ არის ყველაზე ცნობილი ადამიანი? ყველაზე ცნობილი ადამიანია ჩემი დამრიგებელი მასწავლებელი დაირა კახიძე. შემდეგ მონაწილეს ვუტოვებ ასეთ შეკითხვას. ვისთან ერთად გაფრინდებოდა კოსმოსში. მე კოსმოსში გავფრინდებოდი ჩემთან ერთად. ბედნიერება არის შუქას რო გაჩუქებენ, სიკეთეს რო გააკეთებ, რო რაღაცას აჩუქებ, ცეკვას რო ასწავლი, რაღაცას რო უყიდი. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.